მოძრაობა რუსთაველის გამზირის მიერ 4 ოქტომბერს დედაქალაქში დაანონსებულ დემონსტრაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია გრძელდება. ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები დღეს თბილისში სადგურის მოედანზე იმყოფებოდნენ, სადაც მოქალაქეებს 4 ოქტომბრის მოსაწვევები დაურიგეს და მასშტაბური პროტესტის დღეს 16 საათზე რუსთაველზე შეკრებისკენ მოუწოდეს. მათი თქმით 4 ოქტომბრის პროტესტი საზოგადოების ერთიანობისა და წინააღმდეგობის სიმბოლო უნდა გახდეს იმ პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც ქვეყანას ევროპულ მომავალს აშორებს. მათივე თქმით მოსაწვევების დარიგება მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება, რათა რაც შეიძლება ბევრმა მოქალაქემ მიიღოს ინფორმაცია და აქტიურად ჩაერთოს დაგეგმილ აქციაში. საქართველოს ემზადება სწრაფი რევოლუციური ცვლილებებისთვის. აუცილებელია მობილიზდეთ მათ შორის რეგიონები ყველანი 4 ოქტომბერს 4 საათზე. მისაღები იქნება რომ 4-ში დავიწყოთ და 4-ში დავამთავროთ. ხო, ეს იქნება სწრაფი პროცესი, იქნება მშვიდობიანი პროცესი და კიდევ ერთხელ დარწმუნდება მთელი მოსახლეობა და მათ შორის ქართული ოცნების ამომრჩეველიც რომ შესაძლებელია საქართველოში მშვიდობიანი რევოლუცია და ამ რევოლუციით შემდგომ გამოწვეული სწრაფი და საკეთილდღეო ცვლილებები. აქტიურად ვემზადებით 4 ოქტომბრისთვის. მოსახლეობას ვხვდებით სადგურის მოედანზე, სადაც გადავცემთ მოსაწვევებს 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. განწყობა არის იდეალური. ხალხი არის გამარჯვებისთვის მზად, ხალხი არის რევოლუციისთვის მზად, ხალხი არის მზად ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობისთვის. ივანიშვილმა აღიარა მისი დამარცხება ლევან ხაბეიშვილის დატყვევებით, რომელიც დატყვევებული არის სიტყვის გამო. არასდროს ცივილიზებულ სამყაროში არ მომხდარა, რომ პოლიტიკური ლიდერი დაეკავებინოთ მისი პოლიტიკური განცხადების სიტყვის გამო. ამიტომ ქუძე კაცი რუსთაველზე 4 ოქტომბერს 4 საათზე საქართველოს და ქართველი ხალხის გასამარჯვებლად. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ სადგურის მოედანზე, სადაც გავესაუბრეთ მოსახლეობას. განწყობები არის ცვლილებებისთვის, განწყობები არის საკმაოდ ამაღლებული. ხალხი მზად არის ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილებებისთვის, რისთვისაც აუცილებელია, რომ 4 ოქტომბერს 4 საათზე პარლამენტის წინ შევიკრიბოთ და მშვიდობიანად შევცვალოთ ის რუსული ხელისუფლება, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ჭაობისკენ მიყავს. ამიტომ აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ვიყოთ, რაც შეიძლება მეტგრად ვიდგეთ და ერთმანეთის გვერდში და დავანახოთ ყველას, რომ ცვლილებები შესაძლებელია, ცვლილებები რომელიც ამ ქვეყანას გამარჯვებისკენ და ევროპისკენ წაიყვანს.